ქობულეთის ბაზრის კიდევ ერთი ლოკაცია, აქ იყიდება ყველი, ჩურჩხელა, წვნილი და ასე შემდეგ. აი ახლა ყველის პროდუქციას შეამოწმებს მადონა, ჩვენ კი უბრალოდ დავათვალიეროთ. ნახეთ როგორ ცხება პური. ნახეთ როგორ იწვება ქათამი. ლიზა, რა გადავიღეთ კიდე? ხორცი, როგორ ხდება ხორცის რეალიზაცია და სუფრა, ყველის გარეშე ქართული სუფრა გამორიცხულია. ამიტომ შემოვედით ბაზარში, დავაფიქსიროთ თუ როგორ იყიდება ყველი. ცოტა ძნელი გასარჩევია, რომელია დღევანდელი და გუშინდელი. კი, არის, კარგად გასარჩევია. იქ დღევანდელები არის უფრო თეთრი ფერების, იქ ცოტა მაცივარი ცოტა ყვინთლებს, იქიდან უფრო კარგად ჩანა ისი. კარგი. ეხლა მითხარით, ქართული კანონმდებლობით, აი ბაზრის ზედამხედველს არასდროს არ უთქვია, რომ აუცილებელია, რომ ეტიკეტირება იყოს და ვადა იყოს მაწოლზე დაწერილი? მაწოლს ყველადღე ურახმებულობ და მართლა ვადა არ მეპარება ეჭვი, მე არ გეუბნები, ძველია, ცუდია, იმიტომ რომ უყურებ, ახალია შრატი, არ არის ზევიდან მოყენებული, ახალია, ვადასტურებ. და საოცარია, კარგია ძალიან, მაგრამ შემადგენლობა რამდენად რძიდან არის დამზადებული და ასე შემდეგ, აი ეს ყველაფერი აუცილებლად უნდა იყოს მითითებული მომხმარებელმა სწორი არჩევანი რო გააკეთოს. კვერცხი. კვერცხის რეალიზაციასაც თქვენ ეწევით, ეს სოფლის კვერცხია? არა. ვისია? ფერმის კვერცხია. სოფლის კვერცხიც მართლა კარგი, მათ სოფლის კვერცხზე გადავალთ. ქართული კანონმდებლობით უნდა იყოს მარკირებული და როდის არის დადებული? აი რამდენი დღის არის? მაგრამ ამას მარკირებულ გუშინ ავიღე სხვათა შორის. თქვენ კი აიღეთ და კეთილსინდისიერი რეალიზატორი ხართ. ანუ სწორად ახდენთ გაყიდვას. დახლი დასუფთავებული გაქვთ, თქვენ სასიამოვნო ჩაცმული ქალბატონი ბრძანდებით. სწორად აკეთებთ რეალიზაციას. მაგრამ აი ნახეთ, ქართული კანონმდებლობით 10 გრადუსზე ზევით ამ წუთში. გასაგებია, გატეხავთ, არ გატეხავთ, მაგრამ თვითონ მომხმარებელი მაგის მტრევას ხო არ დაიწყებს. ახლა ერთ რაღაცას ვიტყვი ჩვენი გამოცდილებიდან. იმიტომ რომ მე რო ყოველთვის აქ მუშაობ, ჩემი კლიენტი თვითონ არ მოვა, როცა მე გაფუჭებულს გავატან. კი ბატონო, არა. მაგრამ ნახეთ, კვერცხი უნდა იყოს მარკირებული, თქვენც რო არ მოთხოვდეთ და მომხმარებელიც რო არ მოთხოვდეს. ეს ყველი როდინდელია. მეორეჯერ ეს კარაქი. კარაქია. სახლის კარაქი, ოჯახის. სახლის კარაქია. მარილიანი. ის რო შეღებოთ? შეღებეთ. კი ბატონო. აი რომ კი, რამდენი მოძრება, იმდენი შეღებეთ, რა პრობლემაა? თვეში ერთხელ რო შევღებოთ, სულ ვიქნებით. აი როგორ თქვენ ახართ, სუფთად გაპრიალებული, ისე რომ იყოს თქვენი მაცივარიც. რა მომწონს მე ქობულეთის ბაზარში, რომ აი ჩურჩხელა არის სულ ბადეებში, ნახეთ, ბადეებში. იქნებ თქვენ გახსოვთ რეპორტაჟი, აღარ მახსოვს თბილისიდან თუ ზუგდიდიდან იყო გადაღებული, სადაც ღია დიდო ჩურჩხელა და ესეოდა უამრავი ბუზი და წერი და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ეს აბსოლუტურად მიუღებელი. აქ კარგი ის არის, რომ შეფუთულია ბადეში, თუმცა აი ეს ღია და აქ შეიძლება მაინც შემოფრინდეს ბუზი. მაგრამ ძირითადად აი ნახეთ როგორ არის დამაგრებული, სუფთად არის ეს ჩურჩხელა. ალბათ ეს მომხმარებლის მოთხოვნაც იყო, რომ სიცხეში სადაც უამრავი მწერი დაფრინავს და ჩიტიც ჩვენ აქ ვნახეთ. ბუნებრივია, რომ ესეთი პროდუქცია არავის არ უნდა დაუცველი და ყველას უნდა რომ იყოს სუფთა. დავათვალიეროთ ჩვენი ნაირფერიანი ჩურჩხელა, რა ფერები არის აქ, ყავისფერი, შინდისფერი, ნარინჯისფერი, ყვითელი, მწვანე, კლიენტს მოსწონს ისე. მწვანე კივის არის ალბათ, ხო? მწვანეს ხო. და რა თქმა უნდა, კლასიკურიც, ყურძნის არის, რა თქმა უნდა. აი ასევე არა, ასევე გადაფარებულია, ნახეთ, აი ეს სუნელები, ყველანაირი, ქართული და ეს კარგია. ყველაფერს აწერია. მართალია რატომღაც ზოგს რუსულად, ზოგს ინგლისურად, მაგრამ არ არის პრობლემა, იმიტომ რომ ტურისტებიც შემოდიან და ბუნებრივია რომ აინტერესებთ რა არის, აი აქ არის წვილი და ნახეთ როგორი ტყემალი და საწებელიც იყიდება, ჩაი და უამრავი კიდე პროდუქცია. რა თქმა უნდა, ალკოჰოლური სასმელები, აი ეს ჩამოსასხამი, მაყლის ღვინო, მსხლის ჭაჭა და კონიაკიც კი დავათვალიერეთ ქობულეთის ბაზარი, რა თქმა უნდა სჭირდება მოწესრიგება, რა თქმა უნდა სჭირდება რემონტი, მე რომ მკითხო, რა თქმა უნდა, აი ესეთი ტილო ნამდვილად არ უნდა იყოს იქ, სადაც სურსათთან არის მუშაობა, აი ესეთი ტილო ჭუჭყიანი არ უნდა იყოს. უნდა იყოს სისუფთავე, რაც სამწუხაროდ იშვიათობაა ქართულ ბაზრებში.
და ეს ძალიან ცუდია, მაგრამ მე გამახარა პირადად აი ამ ბადებმა. აი ნახეთ ბუზი ზის, აგერ გააფრინეთ, ხო? აგერ ბუზი იჯდა, მაგრამ იჯდა არა ჩურჩხელაზე, არამედ ბადეზე და ეს უკვე რა თქმა უნდა კარგია. აქ არის მჟავეების რეალიზაცია, იქეთ ძირითადად მჟავეები და წნილები და სანელებლებია, ნუ ღვინოები არის, არაყი არის, ოჯახში დამზადებული. ამის იდენტიფიცირება შეგიძლიათ, ხო, ვის მიერ არის დამზადებული, რომ პრობლემა ღმერთმა დაიფაროს და რომ შეიხსნას. შემოწმებული ეთერზეთებზე რა თქმა უნდა არ იქნება, ხო? უბრალოდ ოჯახიდან მოდის და всё, კარგით, გასაგებია, თუმცა რისკ ფაქტორი ძალიან დიდია. თუ კი ეთერზეთებით არის გაჯერებული სიბრმავეს იწევს და ძალიან ბევრ პრობლემას ქმნის სასმელი და აუცილებელია რომ იყოს შემოწმებული. აი კიდევ ერთ დახთან მოვედით, აქაც ხდება ყველის რეალიზაცია. კონტეინერში ჩვეულებრივად მარილიანი წყალი არის და ყველი ასე ინახება უსაფრთხოდ, უვნებლად, მაცივარშია მოთავსებული. აქაც აი ნახოთ კარაქს ვადა აწერია, თუმცა ეს ვადა კიდე საიდანაა და როგორ აწერია საინტერესოა. კარაქს რამდენი აქვს შენახვის ვადა? კარაქს აქვს რამდენი ხანი აქვს შენახვის ვადა? 25 დღეა ჩვენთან მოუწოდეთ. ხო, აი ახლა მითხარით საიდან დაასკვენით? რაც მიუწოდებელის ნათქვამიდან ოჯახიდან. ოჯახიდან, იმან საიდან დაასკვენ? ლაბორატორიული კვლევა არ გაკეთებულა. ანუ ეს არის საქონლეს აქვს ისგანაც მივიწოდეთ. თქვენ უნდა გქონდეთ, აი მე როგორც მომხმარებელს მაქვს უფლება სრულყოფილი ინფორმაცია მოვიპოვო პროდუქტის შესახებ. ამიტომ თუ იმას რამე დოკუმენტი გააჩნია, თქვენთან უნდა მოიტანოს აუცილებლად. ეს რა არის? ნადუღი. ნადუღი და ნადუღი. ეს მარილიანი ნადუღია, მაგას დიდი ნიშნავს. მარილიანი და უმარილო. რამდენი აქვს შენახვის ვადა? მაგასაც ისე 24-25. რას ამბობთ? 25 დღე შენახული ნადუღი, მე ხარხულ არა, უმარილოს, ორივე მარილიანი არ არის, ზედა უმარილო. ხო და რამდენი აქვს შენახვის ვადა? 12 დღე. აი მაღაზიაში რო შეხვიდე და ქარხნულად დამზადებული რო ნახოთ, აი მაღალ ტემპერატურაში, იმას არა აქვს ამ ხელავადა და თქვენ საიდან ადებთ ამ ხელავადას? 12 დღე ნადუღი მაცივარში, აი აქ, როდესაც ხშირად დაკეტვა, გაღება ხდება, აი შეუძლებელია რომ 12 დღე გაძლოს. კვერცხთანაც იგივე შემიძლია ვთქვა რომ არ უნდა იყოს არავითარ შემთხვევაში ღია პროდუქტთან მოთავსებული, იმიტომ რომ სალმონელის გადაცემის საშიშროება არის და ნუ ჩიტებს ვერაფერს ვერ უზამ. ეხლა ჩიტები ძალიან კარგად როგორც მომხმარებელი ისევე ესევია დახლებს და ეს ძალიან კარგად დავინახე სამწუხაროდ კამერამ ვერ ნახა, მაგრამ ნუ აი ჩიტი ბუნება არის და ღია სივრცეა და ამას ვერაფერს ვერ უზამ. აი ნახეთ, უბრალოდ არ არის სწორი, რომ როდესაც აი დახლებთან აქვს შეხება და შეიძლება პროდუქტი დააბინძუროს, მით უმეტეს სამწუხაროდ აი უკვე გარეული ფრინველები ინფექციების ძალიან მაღალი რისკია რომ გადამტანები იყვნენ. აქედან გამომდინარე ცოტა რაღაც აი ამასთან დაკავშირებით, აი ნახეთ, აი ეს ზუსტად არის საკმაოდ არა სასიამოვნო და აი ვითომ სპეციალურად მასალისთვის ჩამომიგდო. ნახეთ, აი როგორი იღბალი მაქვს. შევდივარ და ტარაკნები გამოდიან და აი ჩიტებით საჩუქრებს მიგზავნიან.